ნახოთკა დაამუღამე. ესენი არიან ახალი წამყვანები, ახალი რადიოს წამყვანები. გილოცავს ბიჭი. რადიო არ დაიდარდო ტალღაზ FM 104.3 ძალიან მაგარი რადიო. Yes. Ой, ეხლა რა? გაბედე თუ ვერ ბედავ, თავი ამბორს მიანდე. ლექსენი ხათია საყვარელი სიმღერით. ჩვენ გვინდა მოგიზნოთ დღეს ჩვენი ლექსები, ხო? და არ მარტო ლექსები, ის მუსიკალური პროგრამა, რაც თქვენთვის გვაქვს განკუთვნილი დღევანდელები. ლექსენის ფანი ხათია შემოგვიდგა ესეთი. არა, არ მინდა, გარდო არ. უი, ვეა იქნება ჩემი საყვარელი. Нахер хватит музыкальность. Мне язык потерялся сразу за 5 минут. Дальше. Амрави სიახლე ტალღაზ FM 104.3 არ დაიდარდოთ. და ესე იგი, სულ მინდა ხოლმე რომ ვიმღეროთ ტაია, ვოტატაია და რაღაც. არ მიდიხარ? ნახატები გაასწორეთ კამერის წინ, ჩქარა. აი. ნახერა ბოლო ფრაზას როგორ მღერის. აი ეს ფრაზა არის გიჟური. ხალხ თბილისში 12 საათი და გეტყვით ახლა რამდენი წუთი? 41 წუთი ყოფილა. აი, მაინც რას ნიშნავს მუსიკალური წამყვანილობა? სანამ წარვადგინე ადამიანი, მანამ შემომეჭრა ეთერში. მინდა გითხრათ, კომპანია რადიო საქართველოს რადიო სადგურ ფორტუნა პლუსის მუსიკალური მენეჯერი ბატონი რევას კაკულია. არა, რევას ჯენმალიძე კაკულია ჯობდა ესე. ნათი არ არის. არის? სიკმომეცი. ეხლა გადმომიგდებენ ეკა სიმღერას და გავალ. ერთი სიმღერის მერე. ქართული ესტრადის დედოფალი, ესე იგი თამამად ვაცხადებ მე ამ სიტყვებს, სწორედ ამ რეგალით მინდა შევამკო დღევანდელი ჩვენი სტუმარი. აი ესე საჯაროდ თქვენს წინაშეა, ვითომ სცენაზე ვართ. ეკა კვალიაშვილი, ეს აპლოდისმენტები ჩემი, ესე იგი ბუნებრივი აპლოდისმენტები. პირველ რიგში მოგესალმებით და რა თქმა უნდა, გულითა და სულით გილოცავთ. ძალიან მიხარია, რომ აი ესეთი ფორმატის რადიო ტალღა გაიხსნა ახალი და დღეს არის ამის პრეზენტაცია. აი დაასყიდა ძალიან. რას გადამეკიდებ? იმოცა ხატია და არა მარტო შო ყველას მოვაცა კიდევ ერთ კარგ რადიოს აუცილებლად მოგისმენთ ხოლმე ქალაქის მერის საქალაქო სამსახურის არა კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ბატონი დავით ოქიტაშვილი აი ესეთი აპლოდისმენტები ესე ხო სწორი იყო გულზე ხარს ოქიტა გახარებულები ყურთ. ამი. ვიცი. მე რა გინდა შენ. ბავშვი რა თორდამი რა ის ყოველდღე მოვოდე. გადის დიდი. მე მაიას ხარი მაიეთი. რა გამხდარი ხარ. შეჯავ.
ეს სიმღერა აქ უნდა გადმოვაგდო? ფორტუნაში, ფორტუნა პლუსში, არ დაიდარდოში და რა ვიცი, ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტუმრები ყავს და მიხარია რომ ძალიან ბევრი ადამიანს გაიხარდა დღევანდელი ჩვენი რადიოს გახსნა. და კიდევ ერთი სტუმარი თქვენს წინაშეა ბატონი გუჩი მეტრეველი. მოგესალმებით. ნუ ჯერ ერთი ძალიან მიხარია რომ ჩემ მეგობრებს ფორტუნას და ფორტუნა პლუს მეგობრებთან ერთად პატარა რადიო კიდევ შვილობილი არ დაიდარდოს სახით და ძალიან კარგია ის მომენტი რომ უდარდელი ხალხის რადიო იქნება. დაია ფოტო დაია. ვა, როგორია რა ისე? მომერატარე. შემოდი ცოტა ხანი. ასე შემოსამი გოგო. ყველაფერია რა. ყველგან ახალ რადიოს აუ ისე ხოლმე აბარა. საჭმელი კიდევ. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სტუმარი ჩვენთან ერთად სტუმარი რომელიც დღეს მიემგზავრება საზღვარგარეთ და ძალიან დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა განსაკუთრებული მადლობა უნდა უთხრა მას რომ აი მაინც არ დაიზარა და ჩვენთან მოვიდა და აუცილებლად უნდა გაიზიაროს ჩვენი სიხარული კომპანია რადიო საქართველოსი რიგით მესამე რადიო სადგურის ქალბატონებო და ბატონებო თქვენს წინაშეა უმშვენიერესი ლელა წურწუმია. მოგესალმებით. არა, როგორი წარდგენა იყო მითხარი. ისე რა. ყველაფერი ცოცხალი იყო. მოგესალმებით. პასარადიო მსმენელებო. გილოცავთ ახალი რადიო ეთერის გახსნას. ესე იგი მე ულოცავ კიდე ამ ოთახებში ბევრი რადიოები გაგიხსნა და რასთავარია გემოვნებიანი სიმღერების და მუსიკის განვითარებას შეუწყეთ ხელი. თქვენს წინაშეა ძალიან ლამაზი ქალბატონი ქეთა თოფურია. ჩემში გადახდაზე ქეთა თოფურია. შენ აიხანა ჩავიფიქრო პირველად გაიხსნა ტალღაზე ჩემი ხმა მოიცერთ ჩემ ძალიან მიხარია გილოცავთ ყველაფერს საუკეთესოდ გისურვებთ ტალღაც მაგარია მოგირჩევიათ ტალღაზე FM 104.3 რომელიც გეხოთ რადიო არ დაიდარდოთ თქვენს წინაშეა თემო ხვიბლიანი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან მალე გახდება პოპულარული ისე როგორც ფორტუნა და ფორტუნა პლუსი. მე როგორც ვიცი რა უკვე პოპულარულია თუმცა რომ ყველგან მისმენენ მირეკავენ და ისე მიხარია რა ვიცი. და ეს ერთი და ის მეორე რომ ამდენი პოპულარული ადამიანი არ ყოლია ფორტუნას და ფორტუნა პლუსს ერთდროულად გონიერთეთ. თქვენს წინაშეა სუპერ ჟურნალისტი, მე ვიცი რომ ახალი კრიზი არ მოგქიდე. ძალიან მაგარი ქალბატონი ინგა გრიგოლია. დიდი მადლობა შემწყვა ხატია
ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა ხელები მომამზადეთ ნატო გელაშვილი. ეხლა მითხარებ, ზუსტად ხარ, თუ შეიძლება ესე ითქვას, გამოწერილი ამ რადიო სტუმარი, ანუ 6 საათიდან არის ეს სუფთა ქალაქური სულის ჩამდგმელი სიმღერები, ის სიმღერები, რომლებიც ხალხს ძალიან ენატრება, ხო? აი 6 საათიდან სწორედ ამ რადიოს ფორმატში შედის ესეთი სიმღერების წარდგენა და ესეთი სიმღერების გაშვება ეთერში. შენ ვიცი რომ ძალიან დიდი სიხარულით შეხვდები ამ ამბავს. მე ნამდვილად მივესალმები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიცი გარშემო, ვინც მართლა ეძებს ამ რადიოს, ნებისმიერ რადიოს საშუალებით, რომ აი რაღაც დაიჭირონ ხოლმე ის ერთი, რომლითაც განხალისდებიან და ეს არის ძალიან კარგი თავმოყრა, რომ თუნდაც ადამიანს გეცოდინება, რომ სად და რომელ საათზე მიაგნო ამა თუ იმ რა სად როდის, ხო? სად რა როდის. მოვისმინეთ სიმღერა და ნახოთ რა ნატრა აუხდა აგნესას. კოცი ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად. სულობა გაიღიმე სინემარის კიდე კამერა. ორიგინალური მომღერალი ამ კარგის პრეზენტაციის საქმე. ხატაშები მომამზადეოთო. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა მარიკა თხელიძე. ეს აშები მაგ ისე სპეციალურად მომზადებული. დიდი მადლობა ხატი ესეთი ლამაზი სიტყვების. არა, ამ სიტყვებში ნამდვილად იმსახურებ, ძალიან გვეყვარხარ და აი შენ მინდა გითხრა რომ ნამდვილად რადიო ფორტუნას მეგობარიც ხარ და ფორტუნა პლუსის მეგობარიც ხარ. ეს არის ჩემი საყვარლესი ადამიანი და უნიჭიერეს და უპროფესიონალის ყველას გისურვებ აი ეს მაგარ რადიოს როგორიც ეხლა ამ წუთას ყავს ორი ძალიან კარგი სტუმარი, ძალიან საყვარელი ორი ადამიანი, ლექსენი. სად არის ტაშები? ტაშები არ მესმის. ჯერ მოსმინოთ გაბედეთო ვერბეთა ამ ადამიანს. მითხარი რომ გსურჩენთან. всё, дуэтით შედგას ეგ დაატრიალეთ ხვალიდან ეს პატარა მონაკვეთი გთხოვთ ჩემი ხატი. მოგილოცავთ ნამდვილად კარგი სახალხო რადიო ამას გახსნა და ამას თქვენს გულებით იქნება და ახალ სიმღერებს მოგასდეთ ხოლმე და კონცერტებზე დაგპატეჟით ხოლმე. კონცერტებზე ხოთებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს ესე იგი. თუ дуэტი არ შევწერე შენთან მე მგონი ადგილი არა მაქვს გარანტირებული.